გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან შეგიძლიათ კვლავ დარეკოთ ეთერში, მოგისმენთ დიდი სიამოვნებით. საგანგებო რეჟიმში მუშაობს დღეს ჩვენი ტელევიზია. ყველა ეთერში, ყველა გადაცემაში გისმენთ თქვენ და ეს საინტერესო ფორმატია, იმიტომ რომ სხვადასხვა ქალაქიდან, რაიონიდან, სოფლიდან თუ მთიდან, ბარიდან იქნება თუ ნებისმიერი ტერიტორიიდან ჩვენი ქვეყნისა გვატყობინებენ ამომრჩევლები, მაყურებლები და მსმენელები სხვადასხვა ფაქტების შესახებ, მათ შორის დარღვევების შესახებაც ისმის. ძალიან კარგი ამბით მინდა დავიწყო დღეს ჩვენი საუბარი. მოგვდის საქართველოს რეგიონებიდან დამაიმედებელი პოზიტიური ინფორმაცია, რომ ძალიან დიდია პატრიოტული ამომრჩევლის მობილიზაცია არჩევნებზე. ადამიანები დილიდან მიდიან საარჩევნო უბნებზე, რომ ხარი დაუჭირონ პატრიოტულ ოპოზიციას, საათი და წუთი არ გავა ისე, რომ სხვადასხვა ქალაქიდან არ შეგვატყობინონ თუ სოფლიდან, რომ ისინი მივიდნენ ხმის მისაცემად და სწორედ პატრიოტულ და ეროვნულ ძალებს დაუჭირეს მხარი, რომლებიც ამ შემთხვევაში გაერთიანებული არიან პატრიოტთა ალიანსის სიით 8 ნომერია მათი საარჩევნო რიცხვი. 557-45-98 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. იყავით თუ არა უკვე არჩევნებზე, ვისაც ჯერ არ დაურეკავს, მათ მინდა მიუმართო. როგორია თქვენი არჩევანი საბოლოოდ, რომელ პარტიას ან გაერთიანებას დაუჭირეთ მხარი, თუ სურვილი გაქვთ, ამ შემთხვევაში ღიად შეგიძლიათ თქვათ. ვრცელდება ფოტომასალა, ახლა ხედავთ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პატრიარქმა მაგალითი მისცა მთელ საზოგადოებას და დღეს ძალიან ასაკოვანმა, უსაყვარლესმა ჩვენმა პატრიარქმა გააკეთა საკუთარი არჩევანი. მიიღო თვითმმართველობის არჩევნებში პატრიარქმა მონაწილეობა, მას საპატრიარქოში მიუტანეს საარჩევნო ყუთი. ჯანმრთელობას უსურვებ მას და ეს მაგალითი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ვინც არ წასულხართ, ნიჰილისტურად ხართ განწყობილი, არა, გთხოვთ ყველას, ადექით დღეს, მხარი დაუჭირეთ ეროვნულ პატრიოტულ ოპოზიციას, რომელსაც ახლა თქვენი გვერდში დგომა სჭირდება. ზარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ილია გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. მე ახლა ვიყავი 99 წლის კაცი ვარ. გაგიმარჯოთ, ღმერთმა სიხარული მოგცეთ. ილეთებო ობიექტივს. დიახ. და 8 ნომერი შემოვხაზე. ჩიტანავს გაუკეთე ის. მხარდაჭერა. თანადროობა. დიახ. და მომისვიეთ ეს. დიახ. ეს რატო არ არის თქვენთან ეს მაჟორიტარი დეპუტატის დიახ, მაჟორიტარები არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, უფრო მეტად მთავარია პროპორციული სია და ამაზე გააკეთა აქცენტი პატრიოტთა ალიანსმა. ძალიან კარგი, გამიკვირდა. დიახ. გამიკვირდა კიდეც, რომ არ არის მაჟორიტარი და დიახ. შემოხაზეთ თითანავა და პროპორციული სია მეორე გრაფაში, ხო? ალბათ. ხო. გავიგეთ თქვენი სათქმელი, დიდი მადლობა. მეც ვიყავი დღეს დილით არჩევნებზე. ბუნებრივია ერთი ფურცელი მოგცეს, რომელზეც 3 ბიულეტენია ამ ერთ ფურცელზე დატანილი. პირველში შემოვხაზეთ პარტია, ის სასურველი პარტია, რომელიც მთელ ქვეყანაში გინდათ რომ იყოს წამყვან პოზიციებზე, შემდეგ მერობის კანდიდატები იყო ჩამოთვლილი, იქაც სასურველი კანდიდატი გავაფეროდი და ბოლო გრაფა, რომელშიც ვთქვათ მაჟორიტარი კანდიდატების არჩევანია, არ ყავდა პატრიოტთა ალიანს კანდიდატი და სულ სხვა პარტიის წარმომადგენელი მოუხაზე მე, რომელიც რაღაცნაირად მესიმპათიურება სხვათა შორის ჩვენს ეთერშიც ხშირად გამოდის ეს კანდიდატი და ასეთი თავისუფალი ფორმატია არჩევნებზე. შეგიძლიათ პარტიას ერთს დაუჭიროთ მხარი, მერობის კანდიდატს სხვას და მაჟორიტარებშიც სხვას. ან მხოლოდ ერთი პირველი გრაფა შემოხაზოთ, გააფერადოთ სასურველი პარტია და თუ მერობის კანდიდატი და მაჟორიტარი კანდიდატი არ არის თქვენს რაიონში, მაშინ დატოვეთ თავისუფალი და ნუ გააფერადებთ. ან სხვას მიეცით ხმა შედარებით ღირსეულს ვინც არის. ასე რომ აქ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ზარია ეთერში, გისმენთ? ოქროს წესი, რომ ტელევიზორს ხმა უნდა გამოურთოთ ბოლომდე, როგორც კი ეთერში თქვენი ზარი გაისმება და შემოვა ეს ზარი. გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ. ძალიან დაიმედებული ვარ, ძალიან გახარებული ვარ პირადად მე. ზარი არ წყდება
დილიდან ჩემს ტელეფონზეც ობიექტივშიც არნახული მობილიზებაა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების, რომლებიც მიდიან მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე და აძლევენ ხმას რვიანს, აფერადებენ რვიანს იმისთვის, რომ კვლავ არ მოხდეს ამ ეროვნული გაერთიანების, ასე ვთქვათ, შევიწროვება რაღაცნაირად დაჩაგვრა, რასაც წლებია აკეთებენ, მაგრამ არ გამოსდით მაინც ბოლომდე, მიდით ყველანი არჩევნებზე უმორჩილესად გთხოვთ. ყველანი მიდით, ვინც არ მისულ ხართ, ვინც ნიჰილისტურად ხართ განწყობილი, აი პატრიარქს მიბაძეთ. ადამიანი ასაკშია, ძალიან ასაკოვანია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ვერ დადის, მაგრამ აი მაინც მისცა ხმა და დღეს გააკეთა არჩევანი. თქვენ კი ჩვენს სვირფას რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს მოგმართავთ, ეს ღია ეთერია. ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებლები, რადიო მსმენელები, ჩვენი წამყვანები, ეს ერთიანი გუნდი ვართ ჩვენ და ასე იყო ყოველთვის. ასე რომ თუ რაიმე დარღვევას აწყდებით, მაშინვე აკრიფეთ სტუდიის ტელეფონის ნომერი და დაგვირეკეთ, იყავით თუ არა არჩევნებზე, თუ გნებავთ ვის მიეცით ხმა და ასახელეთ, ღიაა ეს ეთერი, დილიდან უწყვეტი პირდაპირი ეთერი გრძელდება. მორიგი ზარია, გისმენთ? მოგესალმები ილია. გამარჯობა, ჩემო ქალბატონო. ვიხარი არჩევნებზე და მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. ხალხი მოდის, ხალხიც ნაკადი, ისე რომ ყველაფერი კარგად არის შვილო. დიახ. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. იყავით თუ არა არჩევნებზე, რომელ პარტიას მიეცით ხმა, თუ სურვილი გაქვთ ამ შემთხვევაში დაასახელეთ, დარღვევების შესახებ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დაგვირეკეთ, მოგწერეთ, მე მიხარია რომ მობილიზაცია საკმაოდ დიდია ეროვნული და პატრიოტული ძალების, ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს ხალხიო არჩევნებზე არ მიდისო. მიდის, აი ჩვენს ეთერშიც დილიდან ისმის, ეთერს გარეთაც გვირეკავენ რომ ადამიანები მიდიან და ხაზავენ პატრიოტულ და ეროვნულ ოპოზიციას. ასე რომ ასეთი ძალები უნდა გავაძლიეროთ. ბოლო ამბავი მინდა გითხრათ რომ პარლამენტში მობილიზებულია სამხედრო ჯგუფების, რომლებიც ალბათ აი ამ აქციისთვის ემზადებიან და ცდილობენ რომ გაამაგრონ და დაიცვან უკვე პარლამენტი. გვატყობინებენ რომ ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გადაჰყავთ ამომრჩევლები უბნებზე და ესენი არიან ქართული ოცნების მომხრეებიო. აქვე გვატყობინებენ ოკუპირებული გალიდან რომ საზღვარი ჩაკეტილია ორივე მხარეს და ვინც ზუგდიდშია ჩაწერილი ის მოქალაქეები, გალში მცხოვრები ვერ გადმოდიან რომ ხმა მისცენ სასურველ პარტიებს და კანდიდატებს. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ, გისმენთ? გამარჯობა. ძალიან ცუდად ისმის. დიდი ბოდიში თქვენ. გავიგეთ სიტყვები, ნაწყვეთ ხმა მივეცი ინაშვილსო, აი ასეთი სიტყვები გავიგე და მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ამ პატრიოტიზმისთვის, ამ ეროვნული სულისკვეთებისთვის, ამ ხარდაჭერისთვის გნებავთ, რაც ჩანს ამ ეთერში და მადლობა მათ. მადლობა ამ დიდი ეროვნული საქმისთვის, რომელშიც მონაწილეობენ და აუცილებლად დღის ბოლომდე 8 საათამდე არის ძალიან ბევრი საათი, შეგიძლიათ კვლავ არ არის გვიან და ახლა გახვიდეთ სახლიდან. მე მოგიწოდებთ, ვინც არჩევნებზე არ ყოფილხართ, ახლავე გამორთეთ ტელევიზორი და წადით არჩევნებზე. გამორთეთ რადიო და წადით არჩევნებზე. ვინც ტაქსის მძღოლია, ვინც მანქანაში გვისმენს ახლა რადიოს საშუალებით, სასწრაფოდ მიატოვეთ ყველანაირი საქმე და მიბრძანდით არჩევნებზე. არ დავუშვათ ის, რომ რაღაცნაირად კვლავ სხვების ხარჯზე, სხვების დაჩაგვრის ხარჯზე მოხდეს უსამართლობა. ზარია ეთერში გისმენთ? მიხარია ტელევიზორ პატრიოტთა ალიანსში. მადლობა თქვენ ჩემო ბატონო. დიდი მადლობა იმისთვის რომ გვირეკავთ, გვისმენთ, ეროვნულ საქმეს ემსახურებით, ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ. 5-5-7-88-55-88 უწყვეტი პირდაპირ ეთერი გრძელდება ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში. გისმენთ თქვენ, ჩვენი საზოგადოების წევრებს, ვიღებთ თქვენგან ინფორმაციას. გამარჯობა, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? მე გისმენთ და მე მინდა ვთქვა. დიახ.
თქვენი კანალი ოპოზიციას უჭერს ხარს თუ პოზიციას რაფრა? თქვენ იცით რომ ტელერადიო კომპანია ობიექტივი პატრიოტთა ალიანსის და მასთან გაერთიანებული ძალების მხარდამჭერია. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა მხარს უჭერს ამ დიდ გაერთიანებას. მე მაგალითად ხალხს უჭერს, ვინც ხალხს დაიჭერს. ხალხს დაუჭერს და მე ვარ ლადო ბარგატია მარტვილის რაიონიდან. დიახ. მინდა თქვა ერთი რაცხა. ეხ ხელისუფლება სხვა იქნება, გააკეთონ გზები, გააკეთონ რაცხა სოფელისთვის, საკავშირმა გააკეთა გზები ძმაო, საკავშირმა. და ამ ხელისუფლებამ გაანგრია გზები. გამოუშვა ასფალტი დუღდა ზაფხულში და 60 ტონია მანქანები გამოუშვა. ლაპარაკი ამაზე ზათ არ ვიყავი, პროსტა არ მჯეროდა რომ გევიდოდ ეთერში და რატო შეიძლება ეგი ასე რომ ერთ საკეთებენ ნოროს აფუჭებენ. ხალხს რომ დაანახონ რაცხა თქონდა. მე ვარ ასე მე ჩემ გულის დაბრეკავ რა. მე ვარ რუსეთის მოქალაქე. ერთდროს მოვიდა აქანა ხალხი დაწვენ პოლიცია თუ მილიცია, პასპორტი ვერ ევიღე, წევედი რუსეთში. და ევიღე რუსეთის პასპორტი, მოვედი აქანა მთხოვენ რაცხა, короче, 500 ლარი უნდა შეიტანო. ეს თავისუფლება სამაგიეროდ ინდოელებს თავისუფლად აძლევენ პასპორტებს და ვიცით რომ გაივსო ეს რუსებს აძლევენ პასპორტს, რუსმა ქართული არ იცის, რუსმა ქართული არ იცის დაჟე ლაპარაკი. იმას აძლევენ, იზიდებს აძლევენ და ქართულს არ აძლევენ პასპორტს. მე რომ შევიყავი რომ დააწვენ პოლიცია თუ მილიცია ადრე და ვერ ევიღე პასპორტი და ახლა შევიტანე 500 ლარი. მე შევაბარე გამოსდა მე კარგა 500 ლარი. ისე უნდა ჩავაბარო 500 ლარი ისე გამოსდა. ეგია ხელისუფლება? ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართველს რომ მე ვარ ბივში აზინდელი ზვიადისტი ვარ. ზვიადის ახრანაშიც ვიყავი. ბავშვობიდან 18 წელს ვიყავი ზვიადისტი. ადრე ვიყავი ზვიადის 18 წელს ბავშვი ვიყავი ზვიადის ახრანაში ვიყავი. მე ელიევეს ახრანაშიც ვიყავი. მე წევედი რუსეთში იარაღს ვთხოვდნენ რომ იარაღი მე არ მქონდა სახში არ მომიტანია მე ვიყვანე ცოლი წევედი რუსეთში თემებადა ბომში ჩამოვიყვანე თბილისში დაამთავრა ჟურნალისტიკა ვერ მომაწყე სამსახურში რატო 1000 დოლარები უნდა ან პარლამენტის წევრი უნდა იყო მე ვარ ვამაყობ საქართველოს ცხოვრობდი და ჩემი საქმე რა მეწვია პასპორტს არ მაძლევენ ამნარი ხელისუფლება რაში მჭირდება ხარიძმაო დიახ მადლობა მე ვარ ნახევარი იმერელი რო იცოდეთ გლახავ ლაპარაკო ცუდად ლაპარაკო აქეთ რუსეთში ვიცხოვრე 27 წელი ბავშვობიდან მადლობა ბევრი ოჯახი ბევრი ადამიანი წავიდა რუსეთში სწორედ მაშინ როდესაც საქართველოში ურთულესი დღეები იყო თითქმის არ არსებობს ოჯახი საიდანაც ნათესავიან ახლობელი არ არის წასული და ეს ადამიანები წლების განმავლობაში ინახავდნენ საკუთარ ახლობლებს ნათესავებს ოჯახებს იქიდან და ახლა ბრუნდებიან საქართველოში აქ უნდა ცხოვრება და პასპორტს არ მაძლევენო და პირადობას და მოქალაქეობას. ამაზე დიდი გულის ტკივილი რამ უნდა გამოიწვიოს, როდესაც ჩვენი ქუჩები და ქვეყანა სავსეა არაბებით, ინდოელებით, თურქებით ბათუმი და ქართველს ვერაუღია საქართველოს მოქალაქეობა. ამ სამართლისთვის ვიბრძოლეთ ჩვენამდე და ამისთვის ვიბრძვით. თქვენი კითხვებითაც შეგიძლიათ დაგვირეკოთ ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, იცით რომ მე როგორც ჟურნალისტი ხშირად მონაწილეობ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, აი სულ რამდენიმე ხნის წინათ შევხვდი ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს გამოვკითხეთ ასე ვთქვათ ამ შეხვედრაზე დეტალები არჩევნებში რა როგორ რანაირად ხდება და თუ კითხვა გაქვთ რაიმე მე შემიძლია გიპასუხოთ. ზარია მორიგი გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ვინა მაგ რომ მარტვილს რატომ არ ცხენს მარტვილს მოქალაქეობა არ მომცესო ბატონო და წუხს რა მოქალაქეობა სად არის მაგი არ არის საერთოდ რა ვის აგინეს ზეგი რა აიჩენეს ეს სააკაშვილი რატუნდათ მაგი რა დრო სააკაშვილი არ მე არ მინდა და არც არავის არ უნდა არ ვიცი ახლა რა გითხრათ მარტვილში რა ვითარებაა ჩემო ბატონო როგორ ხართ მოკითხვა მარტვილი არის კარგით არ გინდათ ნუ ასეთი ლაპარაკი ყველას თავისი აზრი აქვს თქვენ რა სიტყვით მარტვილში რა ხდება საარჩევნოდ დღეს
კარგით, აი გაითიშაო მანიშნებენ. არ გვინდა ძალიან უსიამოვნოა რომ ერთმანეთს რაღაცნაირად ცუდად ვიხსენიებთ, დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ. არ ვიცი რა შეფასება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. 5-5-7-88-55-88 ეთერში ვართ, გისმენთ თქვენ, ჩვენი საზოგადოების წევრებს. პატრიარქმა გააკეთა ცოტა ხნის წინ არჩევანი, საპატრიარქოში გადასატანი 5 მიუტანეს ილია მეორეს. მაგალითია ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ პატრიოტთა ერთობის, პატრიოტთა ალიანსის, ანუ 8 ნომრის მომხრეები და მხარდამჭერები დილიდან მთელი საქართველოდან რეკავენ და გვატყობინებენ, რომ ისინი დარაზმულები ერთიანად მონაწილეობენ არჩევნებში. მედია ავრცელებს მონაცემებს, რომ ავტობუსებით და ავტობუსებით მათ შორის ამომრჩევლები ქართულ ოცნებას დაყავს უბნებზეო. გვატყობინებენ იმასაც, რომ პარლამენტის შენობაში მობილიზებული არიან სამხედრო დანაყოფები თუ სპეცრაზმი, ზუსტად არ არის ეს ინფორმაცია ახლა გადამოწმებული. ყოველ შემთხვევაში კადრები ვრცელდება და ამას გაჩვენებთ ცოტა ხანში. ალბათ ამაგრებენ და იცავენ პარლამენტს, რომ რაიმე ექსესები არ იყოს აქციის შემდეგ, რომელიც დღეს აქვთ ოპოზიციის ერთ ცალკეულ ნაწილს დაანონსებული. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ? გისმენთ? მე ძირითადად ვარ გველოვანი, ეს ძველი ისტორიული ამბავია, ჭადუად ვარ დასჭირები, ვითხოვთ თქვენი გვარის დაბრუნება. მაგაზე ბევრი ინფორმაცია ნოშურები ეს ძველი ამბავია, ისტორიული ამბავია. ესნე გელოვანის ინსტიტუტის ეს მოწმული გვინდა ჩვენი გვარი დამდგემა, მაგრამ მაგის სასამართლომდე მივიდა ჩვენი საქმე, ჩამოსულებს და უცხოელებს აკლებენ ქართულ გვარებს და ჩვენი გვარის დაბრუნებით. იმაზე ერთი ამბავია სასამართლოს საქმე. ვერაფრით ვერ ვამტკიცებ, რომ ჩვენ ვარ გველოვანი. მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა, საკმაოდ ცუდად ისმოდა თქვენი ხმა და ამიტომ კარგად ვერ გავიგონე. ჩვენ თელავის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის სიის პირველი ნომერი ნათია მაზანაშვილი გვეხმიანება. ნათია, გამარჯობა, რა ვითარებაა თელავში, რა გარემოში მიმდინარეობს არჩევნები? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ახლა ვიმყოფებით ჩვენ თოთელ წინანდალში, ორივე უბანს ვაკონტროლებთ. ანუ მე შემიძლია გითხრათ ერთი ის, რომ მაქსიმალურად მუშაობს ხელისუფლება, რომ გამოიყენოს ყველა ის რესურსი, რაც გააჩნია. დავდივართ სხვადასხვა უბნებში, თელავის რაიონის მასშტაბით და თვითონ თელავშიც მუშაობენ ადამიანების სიებით, ყველა უბანთან არის გაჩერებული მანქანები, სადაც აქვთ ეგრეთ წოდებული სიები, აკონტროლებენ ვინ მივიდა, ამომრჩეველი ვინ არ მივიდა, პლუსებს უკეთებენ, 2 პლუსს უკეთებენ და სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი ეს მეორე პლუსი რომელია. რას ნიშნავს მეორე პლუსი, ეს ძნელი გასაგებია. ხო, ალბათ თანხა აიღო მივეცითან რა მსგავს. სავარაუდოდ მაყურებელი შეცდომაში რომ არ შევიყვანო, ახლა ჩვენ ვართ წინანდალში, თუ საშუალება იქნება, გადავიღებთ მერე ყველაფერს და თუ მოვახერხეთ და კადრებს შევთავაზებთ. კარგი იქნება ნათია, გამოგვიგზავნეთ კადრები და სოფელ გულგულაში, სადაც დაფიქსირდა ძალიან ბევრი დარღვევა, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას. სოფელ გულგულაში ძალიან ბევრი ადამიანი არის მობილიზებული ეგრეთ წოდებული სიებით, დღეს დილით იქ ვიმყოფებოდით და აი მაქსიმალურად ვცდილობს ხელისუფლება გამოიყენოს რესურსი, მოიყვანოს ხალხი, წაიყვანოს და აი ეს 2 პლუსი, რომელსაც უკეთებენ, ну ალბათ სავარაუდოდ ერთი არის, რომ მოყავთ არჩევნებზე და მეორე ალბათ თანხის. მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიდათით,
თან მინდა რომ მაყურებელი ნათია, მინდა გკითხო პატრიოტული ეროვნული ამომრჩევლის პატრიოტთა ალიანს ვინც უჭერს მხარს იმ ადამიანების სულისკვეთება როგორია დღეს და განწყობა მოდის ხალხი არჩევნებზე? რა თქმა უნდა, კი, არჩევნებზე მოდიან ჩვენი მხარდამჭერებიც გვირეკავენ, რომ ისინი მიდიან, იღებენ მონაწილეობას და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ნომერს აფერადებენ. წარმატებები ნათია, თუ კი რაიმე სიახლე იქნება სიამოვნებით ჩაგრთავთ კვლავ გადაცემაში. დიდი მადლობა. ნათია მაზანაშვილი გვერდთვებოდა კახეთიდან, თელავის საკრებულოს სიის პირველი ნომერი პატრიოტთა ალიანსიდან. ახლა კი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი გვიკავშირდება, გამარჯობა, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. მშვიდობაზე წარმატებებს გისურვებთ. იყავი არჩევნებზე. ჩიტანავას მივეცი. დიახ. მაგრამ ის გასწორე იყო ჩიცარიელე და მაინტერესებს რატო? 8 ნომერი და ოთარ ჩიტანავა ეწერა ქალბატონო ბიულეტენში. დიახ. მაშინ ყველაფერი რიგზეა თუ გააფერადეთ სათანადოდ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მადლობა თქვენ. წარმატებები თქვენს, მადლობა პატრიოტულ ამომრჩეველს, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს, მადლობა ყველას, ვინც გვირეკავთ დილიდან და მონაწილეობთ ამ გადაცემაში. ჩემი უცვლელი თხოვნაა, რომ აუცილებლად წადით არჩევნებზე. ყველაფერი გადავდოთ და წავიდეთ არჩევნებზე იმისთვის, რომ ვაგრძნობინოთ ყველას, რომ პატრიოტული ამომრჩეველი ამ გაერთიანებისა, რომელსაც რუიანი და პატრიოტთა ალიანსი ქვია, არ უნდა დარჩეს, ასე ვთქვათ, მიღმა პროცესებისა. თქვენი გასაჭირი და თქვენი პრობლემები მათ უნდა მიიტანონ თვითმმართველ ორგანოებში. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს და ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ პრობლემების სიაზეც, ჩამონათვალზეც ყველაფერი გვაქვს, მზად ვართ. ეს გუნდი მზად არის, რომ იბრძოლოს თქვენი უფლებებისთვის. ეს არ არის რაღაცის გაცვეთილი სიტყვები და მოგონილი სათქმელი. ეს გულიდან ამოსული ნამდვილი სათქმელია, რომ პატრიოტები, პატრიოტთა ალიანსი იბრძოლებს თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად, თვითმმართველი ორგანოებიდან. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ ეთერში ხართ? აბა ტელევიზორს უყურე. მე გისმენთ, გესაუბრებით სამყარო. დიახ. ერთი თუთით. დიახ. მე რამდენიმე წელი პატრიოტთა ალიანსს ვაგნები ხმას. მაგრამ არჩევნებამდე ეგერი მე აღარც არ ჩახარ თქვენ არჩევნები რომ მარტო მაშინ გახსენდებით რომ ცოცხლობ სადმე მისურღათ გითქვამთ აი ეს რატო არ გაკეთდა აი ეს რატო არ აკეთდება არაფერი მარტო არჩევნების დროს მოდიხარ და ამას ვაკეთებ და იმას გავაკეთებ ეგრე არა უნდა გამოხვიდეთ ხალხი არჩევნებამდე 2 წელი ადრე და ამ თავრობას ეთქმოთ რა იმას რატო არ აკეთებ რაიონებში, სოფლებში. გასაგებია. თქვენ რა გინდოდათ ახლა ამ ეთერში გეთქვათ, რომ პატრიოტთა ალიანსს ებრძვით და აი ეს იდეები გინდოდათ გამოგეთქვათ თუ რაიმე ჯანსაღიც გსურდათ გაგეზიარებინათ? ხო, არა, გაზიარება აი ეს ვიდეო და მეთქვა და მეორე ახლა თქვენი ჟურნალისტი რო გამოვიდა რომ XR-ს ადგენენო და თქვენი ამომრჩევლები მოდიანო აი სუბლე ისწრაფა თქვენ მომჩელებს როგორ თვისით თქვენ იმაცავით მოიხიდეთ დიდი მადლობა პირველ რიგში აი ესეთი ბოროტება არ უნდა გქონდეთ გულში მინდა გირჩიოთ მე რომ დარეკოთ მხოლოდ იმისთვის რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოთ რაღაც დასწამოთ რაღაცა ბოროტება ამოაფრქვიოთ გულიდან სიკეთით ისაუბრეთ, კეთილი გულით ისაუბრეთ, შენიშვნა სუფთა გულით და კეთილი სიტყვით მიცემული ყოველთვის მისაღებია, მაგრამ პატრიოტთა ალიანსი არსებობის დღიდან ჩემო ბატონო, ახლა რა უნდა გიმტკიცოთ, არ ვიცი, მტერი ხართ ფაქტია და მტერს შეუძლებელია რამეში გადაარწმუნო, მაგრამ მაინც შევეცდები. ართელი არსებობის განმავლობაში პატრიოტთა ალიანსი, ობიექტივიც, მთელი ჩვენი გუნდიც კარდაკარაც დავდივართ, სოფლებშიც დავდივართ, სადაც რესურსი გვაძლევს საშუალებას, ყველგან ჩავდივართ და ყველა პრობლემას ვაშუქებთ და წინ ვწევთ.
და რა უნდა გიმტკიცოთ ახლა არ ვიცი და რაც შეეხება სიებს ადგენენო ახალი ამბავი სულაც არ არის რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები საარჩევნო უბნის წინ კონკრეტული სიებით ხედან ყოველი საარჩევნო პროცესის დროს რა გაგიკვირდათ ახლა ეს ტყუილი რატომ არის თქვენს უბანთან გადით და დაინახავთ ამ ქალბატონებს რომლებიც პლუსებს და მინუსებს უწერენ კონკრეტულ პირებს ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა ბატონო მოგესალმებით რომ გიყურებთ ბედნიერი ვარ ობიექტივი მუშაობს და ამასთან ერთად ზოგი რასამობს ძალიან კარგად მიდის არჩევნები კმაყოფილი ვარ მე უბანზე და პლუს ამას ბედნიერი ვარ რომ ობიექტივი და რვიანს ბევრი ხაზავს მადლობა რომ ხარ დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში ვართ, გრძელდება უწყვეტი ეთერი ობიექტივის ტელე და რადიო სიხშირეებზე 557-88-55-88 გაგვიზიარეთ თქვენი სათქმელი, თქვენი შეხედულება, თქვენი პოზიცია წინა საარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე დღეს რა მდგომარეობაში მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა თქვენი შეფასებით და იყავით თუ არა არჩევნებზე საერთოდ თუ სურვილი გაქვთ ვის დაუჭირეთ მხარი ესეც გაგვიზიარეთ მორიგი ზარია გამარჯობა ალო გამარჯობა ილია ერთი რამე უნდა გითხრა შენ დიახ შილო დიახ ავიშენე მე-16 მიკრორაიონში მაღაზია 2005 წელს არ მიფორმებდა პაკისტანელი მართლებს ფულს ქირას მართლებს თქვენ აგირჩიეთ ეხლა და იქნება გვიშველოთ პაკისტანელს უხდით ქირას? კი, პაკისტანელი ჩამოდის, კაიქალებს ამოარჩევს, ზოგი ცოლად მიყავს, ცოლ ისა და მე კიდე ნერვიულობით მომკლა შვილო სამჯერ მაქვს ინფარქტი გადატანილი. თქვენ აგირჩიეთ, თქვენი მომხრევარი მიყვარხართ, კარგები ხართ, უნდა გვიშველოთ. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ. გამხნევდით, გაძლიერდით მიდით არჩევნებზე ეს იქნება ჩემი თხოვნა და მოწოდება თქვენს მიმართ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო გადადეთ ყველა საქმე და წადით ამ არჩევნებზე აუცილებლად წადით ჩემი თქმის გარეშეც იცის და გულთან ახლოს აქვს მიტანილი და გაცნობიერებული ეს ობიექტივის ეროვნულ პატრიოტულ მაყურებელს და რადიომსმენელს ამიტომ ხშირად ვეცდები ეს არ შეგახსენოთ კითხვები ასეთია რომელ პარტიას დაუჭირეთ მხარი თუ გსურთ გითხარით რა ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები, რა ფაქტებს აწყდებით თქვენ, ესეც შეგიძლიათ მოგვიყვეთ და მთელი საქართველო გვადევნებს თვალყურს და საინტერესო იქნება ჩართვა ყველა უბნიდან თუ ყველა ადგილიდან ქვეყნისა. რა კითხვები გაქვთ არჩევნების პროცესთან დაკავშირებით? არის ხოლმე რაღაც პროცედურულ საკითხებზე კითხვები და შეგიძლიათ ამ მიმართულებითაც დაგვირეკოთ და ჩვენ გიპასუხებთ. ზარია ეთერში, გამარჯობა. დიდი პატივისცემა. მოგესალმებით. ხმამილეთის რა თქმა უნდა პატრიოტიზმი. დიახ. ქალბატონო. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ არჩევნებში? განწყობა როგორი გაქვთ? რას ელოდებით? რამდენად იმედიანად ხართ, რომ ცვლილებებს შევძლებთ ჩვენ ახლა მაინც? დიახ, აი ძალიან იმედიანად ვარ, ძალიან. მე და მე უღლავები ჩემიანების უყურა წავედი მინეთი პატრიოტიზმი. დიახ. სიმშვიდე იყო და მათე სახელი იმიტომ რომ დილა ადრიან წავედი. დიახ. მე თმასრო მე ვიდნენ და შეიძლება გამარჯვებას და ბედნიერებას. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. აი ასეთი ზარები შემოდის დღეს დილიდან ობიექტივის ეთერში. საკმაოდ სასიხარულოა ეს და კარგია. აუცილებელია მობილიზაცია სრული იმისთვის რომ ჩვენ ამ არჩევნებზე კვლავ არ გვქონდეს საღამოს 8 საათის შემდეგ რაღაც უარყოფითი ემოციები. ბევრი ასეთი ბრძოლა გავიარეთ ერთად ხომ? მთელი დღე ვართ ასე ვთქვათ მოწოდების სიმაღლეზე ენერგიით ვიბრძვით და საღამოს შემდეგ რაღაცნაირად გულგატეხილობა ახლავს ხოლმე ამ ყველაფერს. აი ეს გულგატეხილობა რომ არ მოხდეს საღამოს და უსამართლობა არ მოხდეს. აი ამისთვის აუცილებელია რომ ყველანი მივიდეთ. ყოველთვის ხდებოდა და ახლაც ხდება манипуляციები არჩევნებზე. იმხელა ფული აქვთ, იმხელა საჯარო რესურსი აქვთ, იმხელა
რესურსები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლებებს, რომ მათთვის ადვილია ხოლმე რომ რაღაცნაირად წაიმატონ, მიიმატონ, მოიმატონ, манипуляция მოახდინონ არჩევნებზე. და ამიტომ ნუ დაუშვებთ იმას, რომ ჩვენი არ მისვლით ეს манипуляციები გავაძლიეროთ. ხოლო ვიღაც იტყვის, რომ შევედი უბანზე, მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი. ამ არჩევნების ბოლო წლების განმავლობაში თუ ბოლო 10 წელში ზუსტად ასეთი სისტემა არსებობს. მთელი დღის განმავლობაში თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, თითქოს არანაირი დარღვევები არ არის და მართლაც ასეა, უბანზე კი არავინ მივარდება და მასიურად ჩაყრიან ბიულეტენებს. ასეთი მიდგომები არჩევნებზე манипуляციისთვის აღარ ხდება. სხვა უფრო ცბიერი და დახვეწილი მეთოდებია შემუშავებული მართველი პარტიების გასაძლიერებლად. ამიტომ ყურადღებით, ენერგიულად, შემართებით მივიდეთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ გთხოვთ. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. დიახ. ბატონო ილია, გამარჯობა. მოგესალმებით, ქალბატონო. ესე იგი ვიყავი არჩევნებზე და გავაფერადე 8 ნომერი. პატრიოტთა ალიანს მივეცი ხმა. მე მაინტერესებს ერთი რამე, აი სამი უჯრა იყო ხო შესავსები და მესამეში პატრიოტთა ალიანსი არ იყო. მაჟორიტარებში ხომ? კი, არ იქნებოდა, მართალი ხართ. არ იქნებოდა, დიდწილად არ არის მაჟორიტარები, ეს არ მიიჩნია მნიშვნელოვნად პარტიამ და ხო, მე კიდე ხო და ამიტომაც თუ ამ მესამე გრაფას ქალბატონო მაინც ჩვენები არიან. ვინ? კარგით, გავიგე. თუ ამ მესამე გრაფას საერთოდ ცარიელს დატოვებთ, ამის უფლებაც გაქვთ. პლუს შეგიძლიათ იმ მესამე გრაფას შედარებით მეტად ვინც მოგწონთ ის გააფერადოთ სხვა პარტიის წარმომადგენელი. არ არის პრობლემა. სამივე ბიულეტენში სხვადასხვა რომ იყოს გაფერადებული, ესეც შესაძლებელია მაგალითად. ამასაც მიიღებს საარჩევნო ყუთი. რომელიმე რომ გამოტოვოთ, ამასაც მიიღებს საარჩევნო ყუთი. თუ გინდათ ერთი გააფერადეთ მარტო ერთი გრაფა, ანუ პარტია პროპორციული სიით და მერობის კანდიდატები და მაჟორიტარები ზოგიერთ რაიონში, სადაც არ აყავს თქვენ სასურველ პარტიას ასეთი კანდიდატები, იქ დატოვოთ ცარიელი და აღარ გააფერადოთ. ესეც შეგიძლიათ. მორიგი ზარია, გისმენთ? გაითიშაო მანიშნებენ, თუმცა ხმაც გავიგონეთ რომ გაითიშა 557 88 55 88 პირადობის მოწმობით ამ პასპორტით მივდივართ მხოლოდ საარჩევნო უბნებზე. გვაძლევენ ერთ ფურცელს, სადაც ჩამოთვლილია 3 მიმართულება არჩევნებისა, ეს არის პარტია, რომელი პარტია გირჩევნიათ რომ მთელ საქართველოში იყოს წარმოდგენილი დიდი მაჩვენებლით არჩევნებზე, შემოხაზავთ გააფერადებთ გაცრავთ კონკრეტულ რიცხვის გვერდით არსებულ გრაფას, შემდეგ არის მერობის კანდიდატები, იქაც შეგიძლიათ გააფერადოთ სასურველი კანდიდატი და ბოლოს არის თქვენი უბნის მაჟორიტარი კანდიდატი. აქაც სათანადო რიცხვის გვერდით არსებულ გრაფას გააფერადებთ, სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ რომელიმე გამოტოვოთ საერთოდ, ან ორი გამოტოვოთ, ერთი შეავსოთ და პირიქით მოკლედ თავისუფალია. შემდეგ ამ ყველაფერს ამ ბიულეტენს მოათავსებთ სპეციალურ ჩარჩო კონვერტში და შეაცურებთ საარჩევნო ყუთში. დაელოდეთ, სანამ აპარატი არ დააწერს, რომ თქვენი ხმა მიღებულია. ნუ წახვალთ სწრაფად, დაელოდეთ, რომ დაფიქსირდეს იქ, რომ თქვენი ხმა მიიღო აპარატმა. თუ კი აღმოჩნდება შემთხვევით, რომ მიხვედით უბანზე და გეუბნებიან, რომ აქ თქვენ ჩაწერილი არ ახართ, ეს თქვენი უბანი აღარ არის, აი დღეს რაც მე შემემთხვა, მაგალითად წინა წლებში ერთ კონკრეტულ უბანზე ვაძლევდი ხმას და დღეს მივედი და მითხრეს, რომ თქვენ აქ აღარ ახართ ჩაწერილი. მაშინ მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს იმავე უბანზე გავესაუბრე, აბა გადამიმოწმეთ სად ვარ ჩაწერილი მეთქი, მანაც სასწრაფოდ პირადობის მოწმობის ნომრით მიპოვა ჩემი საარჩევნო უბნის მისამართი და იქ წავედი, იქვე იყო სხვათა შორის და მივეცი ხმა. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გისმენთ? ეთერში ვარ? ეთერში ხართ, ბატონო, დაიწყეთ. ბატონო ილია. დიახ. მე ვიყავი არჩევნებზე. სამოხაზე ნომერი 8 გავაფერადე. შეხარჩენი ბატონი და იმ მარაკასმა დაეკა მაპატიე თქვენ გირიმე. ეგ არის გაჭახშებული ნაციონალი
უარგისი არა კაცი არა ადამიანი კარგით მადლობა დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ამ თავდადებისთვის ამ თავდადებაა დღეს ასე ღიად ეთერში დარეკო და შენი არჩევანი თქვა როცა რაღაცნაირი შიშია თითქოს საზოგადოებაში თავდადება პატრიოტიზმი გმირობაც კი შეიძლება დავარქვათ რომ ამ ვითარებაში ხედავთ თქვენ დაინახეთ რა ჭირდება დღეს ქვეყანას რომ პატრიოტული ეროვნული ოპოზიცია ჭირდება როგორიც არის ეს პატრიოტთა ალიანსი და მასთან ერთად გაერთიანებული პარტიები და რვიანი აი ეს რომ დაინახეთ ამ ძიმე ვითარებაში რაც ქვეყანაშია და არჩევნები რომ პრაქტიკულად არ არსებობს ყველანაირი რესურსი წართმეული აქვს პატრიოტთა ალიანსს რეკლამა არ გააშვებინეს არხებზე კვალიფიციურ პარტიას რომელიც პარლამენტის წევრი იყო და ფრაქციით წარმოდგენილი გახლდათ და ყველა არჩევნებში საკრებულოებში დეპუტატები ყავდა ასეთ პარტიას ჩამოართვეს სხვადასხვა არხებზე უფასო რეკლამის გაშვების უფლება მათ შორის ობიექტივიც ვერ უშვებდა მხოლოდ გირჩი და ქართული ოცნება იყო და მე მგონი კიდევ რომელიღაცა ერთი საარჩევნო კომისიის წევრები ანუ ის დამკვირვებლები ვინც ყველა უბანზე უნდა იყვნენ 3000-ზე მეტი ადამიანი ჩამოართვეს პატრიოტთა ალიანსს და მთელი ამ წლების განმავლობაში ხდება ეს ზეწოლა და შევიწროება და თქვენ ეს დაინახეთ ახლა ვიმეორებ კიდევ ერთხელ რომ ამ ძალას ჭირდება ყველაზე დიდი მხარდაჭერა და არა მილიონერებს მილიარდელებს და ყველა ტელევიზიაც და ფულიც და ყველაფერი რომ ჯიბეში უდევთ ისეთ ხალხს არ უნდა კიდე ხმის მიცემა არამედ ვისაც მხარდაჭერა ჭირდება იმ ადამიანებს დაუჭირეთ თქვენს მხარი და ეს ხალხი ამას არ დაგივიწყებთ თქვენთვის იბრძოლებენ იმ საკრებულოებში თუ მერიებში პირობას მე გაძლევთ ამის ეს კარგი ხალხია პატრიოტთა ალიანსი და რვიანი ზარია გისმენთ ალო დიახ გესმით მესმის თქვენი ხმა დიახ ამისა თბილისის მერის კანდიდატი ყავს რა თქმა უნდა ყავს ბატონო თქვენ აქამდე არ გიყო აქამდე არ პროვოკაციული მიდგომაა ხო როგორ ვინ არის ხო არ ვიცით ვინო არიცით და მაშინ კალაძეს მიეცით ხმა დავამთავროთ აქ ლაპარაკი ხა ეს პროვოკაციაა რა თქმა უნდა მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი ვინ არის მერობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა განათლებული წესიერი ზნეობრივი მცოდნე კაცი არის მერობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან 5-5-7-88-55 ეს კალაძე რომ ვახსენე ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა და ირონიით და არა ვთქვათ რაიმე ისე სერიოზულად არ გაიგოთ პიროვნულად მე მას არაფერს არ ვერჩი მაგრამ ამისკენ რეალური მოწოდება ეს არ ყოფილა 5-5-7-88-55-88 პირდაპირ ეთერში ვარ ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის რეგიონებიდან რომ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები მიდიან და რვიანს ხაზავენ, აფერადებენ, მოტივირებულები არიან საკმაოდ და იგივე მოწოდება მინდა გავაკეთო ყველა ჩვენი მაყურებლის თუ რადიო მსმენელის მიმართ, რომ აუცილებლად მიბრძანდით არჩევნებზე და მიეცით ხმა. ვინც უკვე იყავით, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი სათქმელი. თუ გნებავთ ისიც დაასახელეთ, ვის მიეცით ხმა. უწყვეტი ეთერი ობიექტივის არხზე გრძელდება, მორიგი ზარია. დაიწყეთ, გთხოვთ. ბატონია, მე უსმენ ყოველდღიურში გადაცემას და ზარებს გამოხმაურებებს. ატომტრინკდენი ამოსწრებელი ძირითადად არიან პენსიონერები, გერმანული პენსიონერები, მაგრამ ვაკატი გულის ხალხი არ ეკავს თქვენთან ახლა. და როგორც ისამას თქვენი სათქმელი სხვა რა იქნება და გიპასუხებთ. სხვა სათქმელი რა გაქვთ ქალბატონო და შემდეგ ერთად გიპასუხებდით. სხვა სათქმელი მე არ ვარ ვით სადაც ის უკრება მაგრამ ვერ მივდივარ და ვერ ვასწავლობ მას. რატომ ვერ გავიგე, რატომ არ გაქვთ ხმის მიცემის უფლება? უფლება კი მაქვს, მაგრამ იქ არ ვარ მითქი, სადაც მაქვს. სადაც ჩაწერილი ხართ, იქ არ ბრძანდებით ტერიტორიულად. რას ეტყოდით საზოგადოებას, რას ურჩევდით? მოწოდება როგორი იქნებოდა თქვენი? მე არ ვარ სიგურა ჩემს მოწოდებაზე,
სამებიც ჩემი დონე ადგილი მოწოდებები არის უფრო აქტიური და პოლიტიკურად ცნობილი ხალხების და საზოგადოებრივად. ახლა მე ჩემს თავისუფლებას არ მივცემ და მირმეს რამე მოუწოდო. მე ჩემს თავს მოუწოდებ და ჩემს ოჯახის წევრებს შეიძლება კიდევ უსწრამე. აი ყველა რომ მოწოდებაზეა და ყველას რომ დირექტორად მოაწყალი, აი ამიტომ არა გვაქვს კარგად. კარგი. ყველა ცალკე დირექტორია. ხო, მართალი ხართ. დიდი მადლობა ხალბატონო თქვენ რომ დარეკეთ. მადლობთ გასაგებია თქვენი სათქმელი. გავიგეთ მთავარი მიმართულება საუბრისა, მაგრამ აქვე უნდა შეგეწინააღმდეგოთ და გითხრათ რომ ამ ეთერში ისმის მაყურებლების და რადიომსმენელების ზარები, რომლებიც თავიანთი ცოდნით, თავიანთი გამოცდილებით, თავიანთი სწორი ანალიზით პოლიტიკოსების 99%-ზე მეტ პროცენტს უსწრებენ წინ. აი ასეთი მაყურებელი გვყავს ჩვენ. და ასე ვთქვათ, თქვენს ხელში უფროა მოწოდებაც და სათქმელიც, ვიდრე მოусმინოთ ზოგიერთ პოლიტიკოსს და მათ მოწოდებას. ყველას რომ მართლა დირექტორი გონია თავი უმეტესობას თქვენი თქმის არ იყოს. აღნიშნეთ თქვენ რომ ობიექტივის ეთერში ისმის უფროსი თაობის მაყურებლების და რადიომსმენელების ზარებიო და რატომაც არა გვიხარია საამაყოა ჩვენთვის ყველაზე გამოცდილი და ყველაზე მწოდნე ადამიანები თუ დარეკავენ უფრო მეტად. მაგრამ აქვე ისიც უნდა გითხრათ რომ აი ახალგაზრდები რატომღაც ზოგიერთსერიდება რომ ეთერში დარეკოს აკრიფოს ნომერი და გავიდეს ეთერში ზოგიერთს საუბარში ეშინია რამე არ შეეშალოს და ამიტომ თავს იკავებს ასეთი ბევრია ჩვენ უამრავი მეგობარი ყავს ახალგაზრდა რომელიც პატრიოტთა ალიანსს უჭერს მხარს და ვიცით ამ შესახებ თბილისშიც რაიონებშიც სოფლებშიც ბევრია ასეთი გარწმუნებთ უბრალოდ ყველა ვერ რეკავს ეთერში აი თქვენ გამოცდილება გაქვთ დიდი უფროსი თაობის წარმომადგენლებს და უფრო თამამად შეგიძლიათ აიღოთ ტელეფონი და თქვენი სათქმელი თქვათ, მაგრამ ახლა ახალგაზრდასერიდება რომ დარეკოს. დამიჯერეთ ასეა. მოგესალმებით, მორიგი ზარია. აიო, გამარჯობა. გამარჯობა. აი, უბნებზე ყავდათ იმე წარმომადგენლები, რომ გადაგემოწმებინათ სიები, მიცვალებულები ყავთ თუ არა სიაში. თქვენ რა ინფორმაციას მოგვაწვდით ქალბატონო? მე იმას მოგაწვდით რომ ყავთ, მაგრამ ამას ვინმე ერთი თქვენი წარმომადგენელი უნდა აკეთებდეს. ჩვენ ოჯახები ვართ, ოჯახში სხვადასხვას ვაძლევთ ხმას. ზედმეტი უსიამოვნების საბაბი ხდება. მე უკვე შევატყობინე ლიზისთან დავრეკე. დიახ. გისმენდით. აი, მიცვალებულები ყველა სიაშია. 32 წლის უკან გარდაცვლილი. დიახ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის სულ რამდენიმე წუთის წინ თქვი რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კომისიის წევრები ჩამოართვეს საქართველოს ყველა უბანზე რომ წარმომადგენელი ყოფილიყო ამის უფლება გაუუქმეს კანონით ხომ ხვდებით ანუ რასთან გვაქვს საქმე აქედან გამომდინარე საარჩევნო კომისიის წევრები არ ყავს პატრიოტთა ალიანსს მიუხედავად ამისა რაიონებში ქალაქებში სოფლებში ყველგან ვინც არის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის წევრები უკაცრავად ეს ადამიანები დილიდან დადიან უბან და ცდილობენ რომ გააკონტროლონ საარჩევნო პროცესი მაგრამ ეს მოითხოვს უზარმაზარ რესურსებს და ყველა უბანზე შეიძლება მისვლა ვერ მოასწრონ 8 საათამდე შეგახსენებთ რომ საარჩევნო უბნები სწორედ 8 საათზე დაიხურება დღეს ასე რომ დრო ძალიან ბევრია ვინც არ ყოფილხართ არჩევნებზე დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ვინც უკვე იყავით და გაგვიზიარეთ თქვენი სათქმელი თქვენი შთაბეჭდილება როგორ მიმდინარეობს საერთოდ არჩევნების პროცესი თუ რაიმე დარღვევას წააწყდით მოდით ეს საჯაროდ გავახმოვანოთ ეთერში მორიგი ზარია გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ბატონო თუ ქალბატონო ტელევიზორს უნდა დაუწიოთ ხმა უმორჩილესად გთხოვთ ვიმეორებ რომ თქვენ შეგიძლიათ ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით თუ რაიმე შეკითხვა არსებობს დარეკოთ და გააჟღეროთ ეს საკითხი და ჩვენ შევეცდებით რომ ღია ეთერშივე გიპასუხოთ აგრეთვე მიმდინარეობს აღწერა სხვადასხვა დარღვევებისა რომელსაც შესაძლოა თქვენ წააწყდეთ უბანზე ხმის მიცემისას და ამის შესახებაც შეგვატყობინეთ გადაცემაში ეს ღია ეთერია მთელი საქართველო გვისმენს და გვიყურებს ჩვენ
კადრები ვნახეთ, რომ პარლამენტში მისული არიან უკვე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები, შედიან შენობაში ეს კადრები გადის ახლა ეთერში. მიკროავტობუსებით მიიყვანეს ეს ადამიანები. მობილიზაცია გამოცხადებული პარლამენტში, როგორც ჩანს, აქციისთვის ემზადებიან და მზაობაა გარკვეული, ვიცით რომ დღეს რაღაც ჯგუფი ოპოზიციისა კონკრეტული აპირებს საპროტესტო აქციის გამართვას და სწორედ ამიტომ სახელმწიფოსაც მობილიზებული ყავს ეს პირები პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორია. პატრიარქმა მისცა ხმა მაგალითი მისცა თელ საქართველოს ამით მინდა ვთქვა და ვინც არ ყოფილხართ მიბრძანდით არჩევნებზე. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, გესმით ჩემი? მესმის თქვენი ხმა. მოგესალმებით. გამარჯობა. დიახ. მინდა პატრიოტ ალიანსის ხარდამჭერი ვარ. და ალო. დიახ, ისმის თქვენი ხმა. ისმის ხმა? კი, ისმის. თქვენი ტელევიზია, თქვენი პარტია მართლა სერიოზული ხალხია და ეს 3 დღე თუაც არ გასწავლით ეს დავიფაროს. ეს 3 დღე ხა გია კორკატაში ლო გამოგეხვანათ, ამ დღეს კაი იქნებოდა ისე. გუშინ იყო ბატონი გია სხვათა შორის ეთერში ღამე. ესაც კაი იქნებოდა სერიოზულად. კეთილი. მაგარი კაცია, ფეხბურთში იყო პოტემახარაძე და პოლიტიკაში მისი ხმით ესა ეკარე ხმა გამს. მაგარი ბატონი. ამას აქ ყველაფერს მნიშვნელობა და მართალი კაცია. კი. დიდი მადლობა თქვენ. ხომ არაფერს დაამატებთ? არა, მადლობ ქისუგას დამატებას ხმა მიაცით პატრიოტთა ალიანსს. მადლობა თქვენს არისთვის. ბატონ გიას შევეხმიანებით და დღის განმავლობაში თუ ის შეძლებს მოსვლას გადაცემაში ძალიან გაგვიხარდება, დიდ პატივს ვცემთ მას. 557 88 55 88 უწყვეტი პირდაპირ ეთერი ობიექტივის არხზე გრძელდება. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ალო? გამარჯობა, ქალბატონო, თქვენი ხმა ისმის, დაიწყეთ, ეთერში ხართ. დედა, მე მგონი თქვენ მინდათ, რომ ძალიან მინდა, რომ პატრიოტთა ალიანსმა გაიმართოს. დიახ. ალო? დიახ, გავიგეთ, ხომ არაფერს დაამატებთ? დავამატებ იმას, რომ მგონი ბიულეტინში შეცდომა დაუშვედედა და აბა გეტყვით ეხა რომ თუ გავუქმდა შემოვხაზერვიანი და მე მითხრენ რომ იქ ვიკითხე შეიძლება რომ სხვა შემოვხაზო თქვა კიო მითხრენ და იქ გავაფერადე მე კიდე 2 სხვა უჯრა ესე იგი მე დავკარგე ეს ხმა და ბიულეტინი ქალბატონო იმ 2 სხვა უჯრა კიდევ 2 გააფერადეთ? დიახ ამ ერთთან ამ პატრიოტთა ალიანსთან მე მეორე უჯრა ვეძებე პატრიოტთა ალიანსი იმიტომ იქინე სხვა იყო 2 ნომერი 2 და იგივე ნომერი თქვენი ნომერი 2 რვიანი ან 3 რვიანი არ იყო იქანა საიდან ეკავთ და მე გავაფერე მე სხვა იქანა იმიტომ სხვა პარტიები ხო სხვა პარტიები და მასკენი მე ცოტა ხანდაზმული ვარ და ძალიან გესმით ჩემი ხმა და ამიტომ წავედი გესმით ჩემი ხმა ესეთი შეცდომა დაუშვიდა ალბათ დავკარგე ჩემი ხმა ჩემი ხმა გესმით დიახ პირველ გრაფაში გააფერადეთ რვიანი ხომ პირველ რვიანი მეორე და მესამე გრაფაში გავაფორმე ერთი წუთით კარგად მომისმინეთ კითხვას დავასრულებ პირველ გრაფაში გააფერადეთ რვიანი ხოლო სხვა 2 გრაფა რომელიც იყო კიდევ იქ სხვა პარტიები გააფერადეთ ასეა დიახ თქვენი ხმა მიღებულია ჩათვლილია ჩათვალეთ რომ ხმა მიცემული გაქვთ არაფერი არ გაფუჭდება პატრიოტთა ალიანსს მიუვა თქვენი ხმა ვაიმე თქვენ გაიხარეთ მე ისევ ნერვიულობ დეიდა ბებო 87 წლისა ვარ და ისინი ხან მოურავი ბატონი დავითი და ირმა ინაშვილი აი სულ მაგეზე ვლოცულობ და ღმერთ მაქნას რომ თქვენ გაგამარჯვებიოთ და თქვენ შეხვიდეთ მადლობა ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ თქვენ ამ პატრიოტიზმისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ დაშვებულია ამ არჩევნებზე რომ
პირველ გრაფაში გააფერადოთ სასურველი პარტია, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ მთელ საქართველოში და რომლის კანდიდატებიც გინდათ საკრებულოებში შევიდნენ. მეორე გრაფაში უკვე მერობის კანდიდატებია ჩამოთვლილი და მერობის კანდიდატს გააფერადებთ სასურველი პარტიიდან. თუ თქვათ, თქვენ სასურველ პარტიას არ ყავს მერობის კანდიდატი იმ კონკრეტულ რაიონში, სადაც მონაწილეობთ არჩევნებში, შეგიძლიათ საერთოდ გამოტოვოთ და თავისუფალი დატოვოთ ეს გრაფა. არც ამაშია პრობლემა. ან სხვა პარტიას მიეცით ხმა შედარებით მეტად ვინც მოგწონთ. ამის შემდეგ მესამე გრაფაა მაჟორიტარები. ამ მაჟორიტარებში შეგიძლიათ, სადაც არ ყავს თქვათ თქვენს პარტიას კანდიდატი, სხვა გააფერადოთ, ან არც ერთი არ გააფერადოთ და დატოვოთ. თავარია სადაც იქნება ამ შემთხვევაში 8-იანი, ყველგან 8-იანი გაფერადდეს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ დროებით სარეკლამო პაუზაზე გავდივართ, ჭრაზე უკაცრავად. ამის შემდეგ კი უკვე გაგრძელდება ობიექტივის უწყვეტი პირდაპირ ეთერი. მეც დღის განმავლობაში კვლავ შემოგიერთდებით. ილია ჩაჩიბაია ვარ, მადლობა დროებით.